მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ სამარხო შაქარლამა, რომელიც ძალიან გემრიელია და მარტივად მზადდება. შინაურულზე არის კლასიკური შაქარლამის რეცეპტიც, რომელიც შეგიძლიათ ორცხობილების პლეილისტში იხილოთ. მაშასე დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ 100 გრამი შაქარი. დავასხათ 100 მილილიტრი წყალი და დავამატოთ აქვე 100 მილილიტრი ზეთი. შემდეგ დავამატოთ მწიკვი მარილი და 1 ვანილი. დავამატოთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ან ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ეს მასა კარგად ავურიოთ ერთმანეთში ისე, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გაეხსნას ერთმანეთში. შემდეგ უკვე ვამატებ ქვილს. ქვილი დაგვჭირდება 250 გრამი და 4 სუფრის კოვზი ნებისმიერი სახამებელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სიმინდის, ისე კარტოფილის სახამებელი და კარგად ავურიოთ ისე, რომ ქვილიანი მასა თხევად მასაში კარგად გაეხსნას, ანუ მოუზილოთ ცომი. ცომის მოზელვის შემდეგ მივიღებთ საკმაოდ რბილ ცომს, რომელიც 10 წუთი დავასვენოთ და დასვენებული ცომი აი ასე გამყარდება, რომელიც გადავიტანოთ მაგიდაზე და შემდეგ დავშალოთ პაწაწუნა გუნდებად. არ ჭირდება ორცხობილის მომზადებას დამატებითი ფქვილი, იმიტომ რომ არის ელასტიური და ხელზე არ გვეკრობა. ცომისგან მომზადებული გუნდებისგან გავაკეთოთ პატარა ძეხვისებრი ფორმის ცომი, რომელიც შემდეგ აი ასე მოვღუნოთ და მივიღებთ ნახევარ მთვარის ფორმას, რომელიც დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. აუცილებლად ცხობის პროცესში დავაკვირდეთ, რომ ორცხობილები არ გაგვიწითლდეს. შაქარლამას არ სჭირდება ბოლომდე ცხობა. ვტოვებთ ასე თეთრი ფერისას, ქვემოთ იქნება შეწითლებული, ზემოთ კი თეთრი ფერის. გამომცხვარი ორცხობილები შევაგრილოთ და შემდეგ მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა და უგემრიელესი, უმარტივესი და ბიუჯეტური სამარხო ორცხობილები მზად არის მისართმევად. შინაურულზე არის უამრავი მარტივი სამარხო რეცეპტი სპეციალურ ალბომში სამარხო. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.